ესე იგი დღეს ვიდა რომ აი რაღაც ერთგვარად შევაჯამოთ რაღაცები, იმიტომ რომ სინთეტიკურ ნიშანზე უნდა ვისაუბროთ დღეს, ახალი რაც ხდება მასალა, მაგრამ იქამდე ვიდა რომ ეს ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ, რაც გავიარეთ. თუ გახსოვთ, ჩვენ გავიარეთ ესეთი რაღაცა და ვისწავლეთ, როგორც არის სტიქიები და ჯვრები. აი, სწრაფად რო კითხო, თაკო. ჰაერის სტიქიის ნიშნები შეგიძლია მითხრა სწრაფად. ჰაერის ერთი წუთი ეხლავე უნდა დავფიქრდე, თან ტყუპები, ერთი ეგ მახსოვს, სწრაფად. უკანახავთ. მიკარნახეთ, ხო, არა, რომ დავფიქრდე, მეტი არ მახსოვს სასწორი, არ ვერცხლის მისწავლია სასწორი. სამწუხაროდ. გადათვალე. გადათვალე. ორი დავთვალე, ორი დამრჩა, ხო, და აი მაგიტომ ჭირდება დრო თქო. აი რო ტყუპები ხო დათვალე, ტყუპები. ოკეი, მე მივყავი, ხო? რა მოდევს? რა მოსდევს ტყუპებს? ტყუპები, კირჩხიბი, კირჩხიბი, ლომი, ლომი, ქალწული, ქალწული, სასწორთან მიქონი. სასწორი, მერე სასწორს მორიელი, მშვილდოსანი, ხისქა? ხისრქა, მერწყული. გამარჯობა. ხო. შეიძლება მარტივად დავთვალოთ, ხო? ანუ ფიქრი მჭირდება ბევრი, რაღაცა უცბად ხო, ვერ. უცბად მაშინ ვამბობდი, როცა არ ვიცოდი სხვათა შორის და ეხლა ანუ მეშინია რომ არ შევცდე და უფრო მეც ვფიქრობ. კარგით. ანუ სტიქიები ესე დასათვალად არის ძალიან ადვილი. ნახეთ, სულ თითოეულ სტიქიას აქვს სამი ნიშანი, ხო? თითოეულ სტიქიაში არის სამი ნიშანი, სულ 12 ნიშანი გვაქვს. ესე იგი, ყოველი მეოთხე კი, ადვილია, მაგრამ უცბად იწება ვერ. ის, ხო, რასაც ვამბობთ, ხო, დავუშვათ. აი, ნინო გვეტყვის ახლა ხაპასხუპით ცეცხლის ნიშნებს. მშვილდოსანი, ლომი და ვერძი. რატო ვერძი, ლომი, მშვილდოსანი უფრო კაი იქნებოდა. ხო, ან დაალაგებითაც ესე, ხო, პირველი ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ესე გამო. ხო. რუსას მე ჩემი ნიშნიდან დავიწყე. ხო, ყველა ესეთი ვარ. რუსას ალბათ საუბარი არ შეუძლია, იმიტომ რომ ისევ შემიძლია. მაშინ ძალიან კარგად ვითხარი მაშინ წყლის ნიშნები. ეხლავე თითამი ესე იგი ცოტა შეიძლება ანუ რიგითობა არა, ერი მნიშვნელობა არ აქვს ვითხარი უბრალოდ კირჩხიბი, თევზი და მორიელი. ანუ მორიელი, კირჩხიბი და თევზი. კირჩხიბი, მორიელი და თევზი ეს მითამიდორობა მაინც არც ერთხელ არ მოგინდა რომ გეთქვა. ოკეი. კარგი, ნუ გაი, მიწის ნიშნები ვარ. კირჩხიბი ძალიან მყავდა და აღარ ვახსენე კირჩხიბებს საერთოდ. ხო. მადლობა კირჩხიბების სახელით, მადლობას მოგიხდი. ხალბატონ თამილას შეხვდა თავისივე მიწის ნიშნებს. მიწის ნიშნებს თუ გვეტყვით, თქო? თხის თანმიმდევრობით კურო მე შემდეგი რომელია? ქალწული. თხისკა და ქალწული, ხო. კურო, ქალწული და თხისკა. აი ნახეთ ახლა ეს რაღაც ძალიან მარტივი რაღაცა არის, რაც აი ხო იცით, ახლა ცალკე რო კითხო რომელია ეს ნიშანი, ეგრევე უპასუხებთ ხო ამ ნიშანს, ხო? და რო კითხო რომ ტყუპების ჰაერის ნიშანია, რისი ნიშანია, ეგრევე უცბად ჩამონათვალში უცბად hoppa და რაღაც მე პატარა გოგოსავით არ ვიცით, ხო? ესეთი რაღაცა, სამუშაო რაღაცაებია. კარგი, გახსოვთ ისინი ჯვრები, სულ 3 ჯვარი ქონდა, კარდინალური, ფიქსირებული და მეტაბოლური. მე გავიცი ვერ მოვასწარი. კარდინალური იცვიბი, თხისკა და ვერძი სასწორი. ვერძი და სასწორი. ეს კარდინალური ნიშნები, ანუ იგივე სახლები, რომლებიც იწყება მეოთხე შესაბამისად, ხო? კირჩხიბი ხო მეოთხე სახლი, პირველი, მეოთხე, მერვე და რა ვცდი? რაღაცას ავცდი, მეათე. ხო? მეექვსე და მეათე, მერვე რატო გამოვაკვეხე, აქ არ ვიცი. ეს არის ფიქსირებული ნიშნები, რომელიც ფიქსირებული კარდინალური ნიშნები, რომელსაც მოაქვს რა ცვლილებები, ადვილად მოაქვს თუ ეს ჯვარი თუ არის დატვირთული, ხო? ეს ზოდიაქოს კონკრეტულ რუკაზე თუ ეს ჯვარია დატვირთული, ადამიანი არის უფრო აქტიური მოქმედებს, ხო? არ ეზარება, შეუძლია რაღაცა ცვლილებები შეიტანოს, რაც
შეეხება ფიქსირებულს, ანუ უძრავი სახლებს, რასაც ვეძახით, ეს არის კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. შესაბამისად 4 ეს 4 ნიშანი რო ჩამოვთვალე, 4-ვე წარმოადგენს ცალ-ცალკე სტიქიებს, ხო ესე? ანუ თითო სტიქიიდან თითო ნიშანი იქნება, ხო? ფიქსირებული სახლების ან ნიშნების ჯვარი თუა დატვირთული, რა გამოდის, რომ ეს ადამიანი უფრო ძნელად ეგუება ცვლილებებს და თვითონ ხო საერთოდ არ მოაქვს ცვლილებები, ხა ცვლილებების ინიციატორი იყოს და ვინმე არ იქა მომბეს და ეშპალერი და უნდა შევღებო, ესეთი ტიპი არ იქნება და ძალიან დიდხანს დაჭირდება მეუღლეს იმის დამტკიცება, რომ კი გჭირდება ახალი ისა. ან ცვლილებების ესე ძალიან უტრირებულად ვამბობ ხოლმე, ხო იცით მაგალითებს და მუტაბელური ადამიანები ცვლილებების შეიძლება ინიციატორიც იყოს, მაგრამ კარდინალური ნიშნებისგან განსხვავებით ბოლომდე შეიძლება საქმე ვერ მიიყვანონ, მაგრამ ცვლილებების მიმართ მიდრეკილება, ცვლილებების მიმართ სიყვარული, ესეთი აი უყვართ, რომ რაღაც ახალი იყოს და ძალიან ადვილად ეგუებიან ნებისმიერ თუ ადამიანის რუკაში მუტაბელური ჯვარი არის კარგად დატვირთული, ანუ სხვებთან შედარებით დატვირთული არის ეს ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ადვილად შეეგუება ნებისმიერ სახის ცვლილებას მის ცხოვრებაში. ისეთ სახშიც იცხოვრებს, ასეთ სახშიც იცხოვრებს, იმ პროფესიასაც შეიძლება მოერგოს და სხვათა მაგრამ თვითონ ინიციატორი ვერ იქნება, ხო? ხო, თვითონ ნაკლებად რომ ინიციატორი იყოს, იმიტომ რომ განმახორციელებლები ეს არის კარდინალური ვინც აკეთებს საქმეს, იდეები შეიძლება გაიტყოცნოს. მაგრამ აი გამკეთებელი, რასაც ქვი, არის უფრო კარდინალური ნიშნის ტიპები, ხო, ცვლილებებს მიესალმებიან, მუხარიათ ახალი ცხოვრება, რა კაია, მაგრამ თვითონ ამას არ აკეთებს. ეს გვახსოვს, ხო? კარგად. მე ხა რამიდა გითხრათ. ამ ორი დღევანდელი შეხვედრის თემა რაც არის, ეს არის სინთეტიკური, ან სინთეზური ნიშანი და რას გულისხმობს ეს სინთეტიკური თუ სინთეზური ნიშანი. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე, რომ აი ადამიანი დაბადები მზით არის ეს ნიშანი, დაუშვათ ტყუპები, მაგრამ არ გავს ტყუპებს. ეს ადამიანი არის ლომი, მაგრამ არ გავს ლომს და ასე შემდეგ, ხო? და რის გამო არის, რა განაპირობებს ეს ამას ეხლა შემიძლია გითხრათ. ეს არის და გაგიზიარებთ კიდე ცხრილსაც და თან ჩავაგდებ კიდევაც, რომ შეიძლება საჭირო იყოს მეც თავას გაზიარება, ჯერ გავხსნა. Cusp child-ზე გვაქვს ლაპარაკი დღეს? რაზე? Cusp child-ზე, ანუ კუსპით იმაზე დაბადებულ ბავშვებზე რა ქვია. არა? არა. სად არის სახლები არა? შევინახეთ ჩემი ჭკუით ძალიან კარგად ცხრილით, ხო? ეს ხლება. აგერ. ეს გავხსნა და ახლა გაგიზიაროთ. აი რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს რაღაცა არ არის ნამეტანი იმ ნიშნის წარმომადგენელი, რომელთაც მზე გვიჩვენებს. ხო ხედავთ? რა. აი, კი. ეს არის ჯვარი, როგორი ჯვარია, ზოდიაქოს და სტიქია. რა შემეხმარება ეს მე და სხვებსაც რას ვაკეთებთ? ჩვენ ვავსებთ, ჩვენ ხო გავაკეთეთ ჩვენთვის კარდინალურ ნიშნები და ასეთ ხო დავწერეთ ხო რომ ნიშანშია რომ ცეცხლი ჭარბობს, ის ჭარბობს, ის ჭარბობს. ვავსებთ ამ ცხრილს, ესე ვთქვათ, ავტომატური გამომთვლელები ხო ისედაც გვიჩვენებს დაუშვათ რა არის რა, მაგრამ სინთეტიკური ნიშანი არ გამოყავთ. ან დაუშვათ რომელი სტიქია ჭარბობს ადამიანის რა ქვია რუკაში რომელი სტიქია ჭარბობს ამას გვიჩვენებს რომელი პლანეტა არის დომინანტი და სიძლიერის ამას სხვადასხვა პროგრამები გვიჩვენებს მაგრამ სინთეტიკური ნიშანი არ გამოყავს ანუ აი ამ მონაცემებით რა პლანეტების მდებარეობით დატვირთული სტიქიებით და დატვირთული ჯვრების დატვირთვის მიხედვით არ გამოყავს კარდინალური სინთეტიკური ნიშანი თუ ჩვენ ამას შევავსებთ აი ნებისმიერი ადამიანისთვის დავუშვათ რომელი პლანეტები აქვს 12 ზოდიაქოს ნიშანში აი ამ ცხრილში რო ჩავწეროთ ხო
უბრალოდ ვერძი, კირჩხიბის ასწორი თხის აქვს თუ არა დატვირთული და რა პლანეტებია შიგნით მოცემული, კუროლომი, მორიელი, მერწყული აქვს თუ არა და ფიქსირებული ნიშნები რამდენად აქვს და მუტაბელური ნიშნები რა არის სტიქიების მიხედვით, ხო? ჩვენ მივხვდებით, რომ ეს ადამიანი კარდინალურ ჯვარში თუ აქვს აი დავუშვათ ყველაზე მეტი პლანეტა აქვს კირჩხიბში. და სინამდვილეში არ არის კირჩხიბი. ხო შეიძლება ესე იყოს, ანუ მზით არ არის კირჩხიბი. მაგრამ დავუშვათ დატვირთული აქვს ძალიან ეს ნიშანი. გამოვა რომ ეს ადამიანი იმის და მიხედვით თუ რომელ წყლის რომელ ნიშანს ავსებს ის შეიძლება რომ გამოგვივიდეს და სინთეტიკურად ესე გამოდის. განამზის რაც აქვს თვისებები იმას არ ატარებს, ანუ თვარით რაც აქვს. არამედ შეიძლება აი ესეთი აი თლად კირჩხიბს არ გავს, თლად ტყუპებს ხო გქონიათ ესეთი კი ვითომ თითქოს რაღაც ემთხვევა ამბობენ ხოლმე ადამიანები. რომელ ნიშანშიც მეტი პლანეტა ყავს. რომელ ნიშანშიც მეტი პლანეტა ყავს და აი ამისთვის ახლა აი მე მგონი უკებს. სოფო აქ ექცევა ყურადღება პირადი პლანეტაა თუ არა ეს პლანეტა. კი, რა თქმა უნდა, პირადი პლანეტა ექცევა უფრო დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ ამნათობს, იმიტომ რომ ნათობით უკვე ვიცით რა სადაც არის, ხო? ანუ მშვილდოსანი არის ჩემ შემთხვევაში სინთეტიკური ნიშანი. ვენერა, მარსი და იუპიტერი მყავს მშვილდოსანში. ყველაზე ბევრი პლანეტები. შესაბამისად, აი, თამილა, თქვენ შემთხვევაზე რო გავიდეთ, თუ მშვილდოსანში ხედავთ ხო ჩემ ეკრანს თუ აღარ? კი, ხედავ. აი, მშვილდოსანი თუ არის შევსებული, ეს ადამიანი, რომელიც თხისაა და კარდინალური უნდა იყოს, უფრო მეტაბოლური გამოდის, ხო? უფრო მეტად თხის რქის თვისებები ნაკლებად ექნება, იმ თვალსაზრისით ექნება ნაკლებად, რომ არ იქნება ესეთი ხისტი, ადვილი ამასთან კომუნიკაცია, ხო ესე არის კლასიკური თხის რქა, ხო არ ხართ? იმდენი მეგობარი ახსენეთ, რომ კლასიკურ თხის რქებს მეგობრები ამდენი არ ყავს ესე ადრუგებს რასაც ვეძახით, დაქალები არ ყავთ, იმიტომ რომ ცოტა უჭირთ ურთიერთობები უჭირთ. როგორ გითხრათ? შეიძლება ვიკითხო, უმაღლესი პლანეტები, ვთქვათ, უმაღლესში თუ მყავს სამივეში თხის რქა გამოდის? ეხლა ამან ცოტა არა, ეს არ ნიშნავს, რომ მშვილდოსანია ქალბატონი თამილა, ეს ნიშნავს იმას, რომ სინთეტიკური ნიშანი მასში ჭარბობს მშვილდოსნის ხო, აი მაგას გულისხმობ, ანუ მოზვავებულად აქვს, ანუ მის თხის რქობას შებრალულია მშვილდოსნით, ესე რომ ვთქვათ რა. დარბილებულია. პირიქით რო იყოს მშვილდოსანი და ბევრი პლანეტა, მარსი, ვენერა, დაუშვათ ხო, იგივე სოციალური იუპიტერი და ისინი თხის რქაში, უფრო ხისტი მშვილდოსანი იქნება. აი მაგას გულისხმობ. ამას გულისხმობ და შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა სიტუაციაც. ეხლა მინდა სხვა რაღაცა ვიკითხავ მაინც, აბა, აი მე თუ კურო ვარ და სამი თხის რქა თუ მყავს, მაგაზე მეტი არც ერთი არ მყავს, ანუ თხის რქა არის. აი რა პლანეტებია ეს? ამასაც ვუყურებთ, ხო? კი, აი მაგას გულისხმობ, სატურნი, ურანი და ნეპტუნი გულისხმება უმაღლესები, თუ? იცი, ვერ გეტყოდი, ეხლა ვერ ვიტყოდი. პირადი უფრო. ვერ ვიტყოდი ნამდვილად, იმიტომ რომ პლუს ამას მთვარე მანდარ არის, ხო? არა. ხო და მაგიტომ ანუ ეს კომბინაციაზე, ხო? ვენერა მანდარ არის, მარსი, ანუ ისევ ესე მოვდივართ, ხო ხდები? პირადი პლანეტებიდან მოვდივარ, ის იქნება დომინანტი. პირადი პლანეტები რახან არის, ესე არ იქნება. ეს არ არის აუცილებელი, რომ ყველა რუკაში ესე იყოს. აჰა, რასაკვირველია. თუ კი არ არის ესეთი გამოკვეთილი ნიშანი, ესე იგი არა აქვს ამ ადამიანს სინთეტური. აი მე მაქვს ეგრე თუ შეიძლება ანუ იქნებ გამოგვადგეს მაგალითად რომ მაგის მერე ორი კურო მყავს, ორი ტყუპები და ორი მერწყული პირად პლანეტებში. და ეხლა რანაირად იქნება ეხლა ეს შეხედულება? როგორ ეხლა? ხო, არ იქნება, ხო, ანუ ამაზე არ არის საუბარი. ჩვენ გვაქვს აღარ მაქვს სინთეტიკური კონკრეტული. როდესაც ერთი კონკრეტული ნიშანი არის და ჯვარი კარდინალური მკვეთრად დატვირთული. აი ახლა ამ რაღაცას გაჩვენებთ, ეს ახლა რუკის იმას ხედავთ თუ ვერ ხედავთ? ისევ ის არის ჩამონათვალი. ეს მღლისმე რაღაც. ანუ ყველას არ არის აუცილებელი ეს სინთეტიკური. არა, რა თქმა უნდა, არა და ახლა ზუსტად ანუ შესაბამისად თქვათ მე არ მაქვს, ქალბატონ თამილას უფრო აქვს. შეიძლება სხვასაც არ ქონდეს. ხო, ნამდვილად ესე არის. აჰა, გასაგები. დედა, აი, რა მჭირს? Stop share ეს
და ეხლა shear ეს. აი ამ რუკას გაჩვენებთ. მე მგონი ხედავთ, ხო? ეს რუკა თა რატომ მინდა რომ თაკოს მინდა რომ უთხრა რაღაცა. ამ რუკას შევხედოთ ჯერ აქედან, ნახეთ მეორე სახლიდან დაწყებული. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, თაკოს თუ ეს მე ვარ. თუ არ ვარ, მე არაჩებს უტყავს. მე არ ვარ. არა, მე მგონი ნინოს ქონდა ეს რომ არ არისო სახლი, რომელიღაცას ქონდა რომ სახლი არ არისო. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე სახლებში პლანეტა საერთოდ არ არის. და რას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ეს სახლები არა აქვს? არ არის ნიშნულოვანი. სამაგერო მართველები ხო ყავთ? მისი მართველები კონცენტრირებულია მე-12, მე-11, მე-10 და პირველ სახლებში. აი აქ არის კონცენტრირებული მისი მართველები. ამ ადამიანისთვის, აი მაგალითად რო ვთქვათ, ვერძით რომელიმე გვეწყება, აი მაგალითად ისა რა ქვია, ეს რუკა მე გავასწორე და აქ ასცენდენტი ვერძია და ასცენდენტი კუროზე გადმოვიყვანა, იმიტომ რომ ბავშვი აშკარად ასცენდენტი, ანუ ადამიანი აშკარად ვერძი იყო, ხო? აი პირველ სახლში აქ წარმოიდგინეთ, თვითონ არის მზით არის მერწყული და პირველ სახლში ყავს მთვარე. რატო ვამბობ სინთეტიკურ ნიშანზე? ეს არის ის ბავშვი, ჩემი დიშვილის რუკა, რო გითხარით, რომ ყველა სავსე მთვარეობაზე ეს ამბავს აქ და რა აქ პირველ სახლში ყავს. პირველ სახლში, ეგოს სახლში ყავს მთვარე. ანუ მისთვის ეს ემოციები არის და გძნობს ამას, ძალიან კარგად გძნობს ამას, ხვდებით? მიუხედავად იმისა, რომ მერწყულია წესით ბოდიში და ფეხებზე უნდა ეკიდოს, სავსე მთვარეა თუ ახალი მთვარეა თუ როგორი მთვარეა, მაგრამ პირველ სახლში ყავს მის იდენტობასთან ყავს მთვარე, თან გოგოა. რა თქმა უნდა, მასზე იმოქმედებს ეს, იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება მზით მროყეჩხები ყოფილიყო. იმაზე მეტად მოქმედებს, იმიტომ რომ ეხება პირველ სახლს. რეალურად რო შევხედოთ, მეოთხე სახლის მართველი, რომელიც აგერ რუკაზე თუ ხედავთ, ეს რამდენიმე რუკა მოვამზადე, რომ გავიაროთ, რომ ეს მეოთხე სახლის მართველი, მეოთხე სახლი ეწყება კირჩხებით, მეოთხე სახლის მართველი ყავს პირველ სახლში. და ეს მისი უძილობა პირდაპირ მის ოჯახში აისახება, იმიტომ რომ ყველა ფეხზე დგას, ხო, დაუშვათ და ყველა განიცდის და იმას. ან ძალიან ემოციურია. ეს ამ ბავშვმა ოჯახში რაც ხდება, ფსიქოემოციურ დონეზე შეიძლება შეიგრძნოს ისე იგრძნოს ოჯახში დაძაბულობა იქნება, რაღაცა უსიამოვნება იქნება თუ რაღაცა. დიდ ოჯახს გulis ხო, ბებია ბაბუიანა სახლში იქ რაღაცა ძმას გაუჯავდნენ და ამას შეიძლება ტირილი დაიწყოს, იმიტომ რომ ვიღაცა გაუწყო მის ძმას. აი ენერგეტიკულ დონეზე, იმიტომ თავის ენერგეტიკას გწნობს, ხო ხდები თავისი სახლის. როგორ არა აქვს სახლი? ნახეთ მისთვის სახლი რამდენად მნიშვნელოვანია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის მეოთხე სახლი, ანუ ოჯახი, სამშობლო, პატრიოტიზმი, ყველაფერი რაც მეოთხე სახლი აქვს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კირჩხები რო ყოფილიყო, მზით რომ კირჩხები ყოფილიყო. იმიტომ რომ პირველ სახლში ყავს, წარმოიდგინეთ. მისთვის ეს მეოთხე სახლის თემა არის ფანტასტიკური. ნახეთ ახლა პირველ სახლში ვიყავს ურანი, ანუ მზის მზით არის მერწყული და ურანიც ყავს პირველ სახლში. ამ სიტუაციებს რაც კი მას ექნება სახლში უყურებს ინოვაციურად, დეპრესიაში ჩავარდის შანსი არ აქვს, რაც საერთოდ მთვარეს აქვს ხოლმე, ხო, მიდრეკილება. ამას ცოტა სიმსუბუქეს შეიტანს, იუმორით შეხედავს, არ ვიცი რა არის, სხვანაირად შეხედავს, მოქმედების უნარი ამ ადამიანს, რომ პირველ სახლში როცა ურანი გაქვს, ხარ უფრო ინოვატორი ხარ, რაღაც ახალი მიდგომები გაქვს, ჩამყაყებული მთვარისეულით კი არის, ზოგადად ტრადიციული და რაღაცა. ბავშვი როგორი მიქსი იქნება, გაიზრდება ტრადიციების განმაახლებელი იქნება რა. ყანწზე იმეებს გააკეთებს, რა ქვია. ბლოსტკებს დააწებებს თუ რაღაც ესეც, ან ხო ხდება ისე უტრირებულად ვამბობ. ეს იქნება ის, რაც კარგია იმის შემანარჩუნებელი და რაღაცა ყველანაირ სირთულეს ოჯახში რაც ხდება მიუდგება სხვანაირად, არა ისე როგორც დაუშვათ იმითი. და მეორე მხრივ ლილიტიც პირველ სახლში ყავს, მთელი მისი ცდუნებები აქ არის, საკუთარი თავის გამოხატვის თემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მარსიც პირველ სახლში და რას მეუბნება იცით, რომ ეს ბავშვი თავისი უფროს ძმას ეჭიდავება ხოლმე. შემტევი და ისეთი გოგო არის რა.
ხო ხდებით? ახლა ეს იმიტომ ვთქვი, რომ სახლი არა აქვს, როცა იყო თემა, ხო? აგერ ცარიელი აქვს ეს სახლები ახლა. იმიტომ რომ დანარჩენი რაცაც თქვენ ხედავთ, აღმავალი კვანძი და ეს ფორტუნას რა ქვია მაგას, ბეჭედი თუ რაღაცა, ესენი არის ფიქტიური წერტილები, ამას არ ვითვალისწინებთ, ეს მნიშვნელოვანი არა აქვს, ხო? ასევე მოდი ვთქვათ, რა ნიშანი ჭარბობს ამ ადამიანში, როგორ შეგვიძლია ვთქვათ, აი დავუშვათ ამ ჯვრების მიხედვით, რომელია და კარდინალური არის თუ რა შეგვიძლია, აი ხო ვთქვით ახლა კარდინალურ ნიშნებზე ხო ქონდა საუბარი, ხო? რა შეგვიძლია რომ ვთქვათ ამ რომელი მერწული აქვს დატვირთული და მერწული მუტაბელური არის. მერწული აქვს დატვირთული, მაგრამ კუროც? კუროც კი. კუროც დატვირთული აქვს კი. ხო და მოდი ახლა გადავწყვეტოთ ამ შორის რომელი უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ალბათ მერწული, იმიტომ რომ ერთი მნათობი და ორი პირადი პლანეტა ყავს, მაგრამ ის რო რეტროგრადულია, მაგას აქვს მნიშვნელობა. მერკური. გეტყვით, რომ იუპიტერიც აქაა. ეს გაფართოვებას იწვევს და ამ სახლსაც და ამ ნიშანსაც უფრო მეც. ერთი კიდე შეხედეთ რაღაცას, აბა. კიდე შეხედეთ რაღაცას, თუ დააკვირდებით, აი ჩამოვწევთ, თუ კარგად ჩანს, მე-11 სახლს შეხედეთ. გავრცობილი როა ეგეც რამე თუ მერწული ჩაყლაპულია. მერწული ჩაყლაპული. აი, იმიტომ რომ მე-10 სახლი მე-11 სახლი ჩაყლაპულია. კითხვას ვსვამ. მერწულიდან იწყება და თევზებში მთავრდება, ხო? არ არის ჩაყლაპული. არ არის. ესე იგი ძლიერი სახლია რახან, ხო? არ არის ჩაყლაპული. და მერწული ნიშანი თვითონ არ არის ჩაყლაპული და ამიტომ ძლიერია. და რაც შეეხება კუროს. კურო არის ჩაყლაპული, და ამიტომ მერწყულს ვანიჭებთ ესე კი. კურო არის ჩაყლაპული ნიშანი, კი, ვერტში იწყება და ტულპებში მთავრდება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ თქვა თავშოთ აქ მთვარეა და მარსი, ხო, და ქალის შემთხვევაში მთვარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ხო? არაერთხელ მithქვამს ეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სახლია და საკუთარი თავის გამოვლენისთვის თითქოს უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ამ შემთხვევაში ეს პირველი სახლიში კურო არის ჩაყლაპული. ეს რო არ ყოფილიყო ჩაყლაპული, ამ ეს ამ იმაში მე გავასწორე ეს სახლი და მეორე გრადუსით ეს იყო იქამდე, რა ქვია. სანამ დროს გავუსწორებდი, დრო გავუსწორე უბრალოდ ჩემდას და ბავშვს უფრო სწორედ და კუროთი ეწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კუროთი დაიწყება, მე უკვე არ ვიცი. მე მგონი რომ მაინც უპირატესობას მივანიჭებ იმას, რომ მზე და ორი პირადი პლანეტა, ან მერკური და ვენერა თან ქალური ენერგეტიკის გამომხატველი არის მერწყულში და მაინც მერწყულია ეს და არა კურო. პირველი სახლი ხო გავრცობილი სახლია, ხო, ამ შემთხვევაში ნიშანია. ამ შემთხვევაში კი აი ნახეთ, სახლი გავრცობილია და გავრცობილი სახლი დიდ გავლენას არ ახდენს ადამიანზე, უფრო ვიდრე. მაგრამ ჩაყლაპული ნიშანშია ეს ნიშნები. პირველი სახლი მისთვის კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნიშანია ჩაყლაპული და ანუ ეს ნიშნებიც არის ჩაყლაპული. თავისთავად. ნიშნები კი არა, პლანეტები არის ჩაყლაპული. დრო გავუსწორე, ასე ვთქვათ, ჩემს შვილს. გარეგნობის გამო, ხო? გრადუსების მიხედვით და აღარ გამოსდის მე ესე ჩაყლაპულ ნიშანში და უკეთეს ვარიანტში არის თავისთავად, მაგრამ ნახეთ რა გითხრათ, მიუხედავად იმისა, დავუშვათ თუ კუროთი იწყება, ასცენდენტი კუროთი იწყება რა. ანუ პირველი სახლი იწყება კუროთი არანაირი ჩაყლაპულობა არ მაქვს. მიუხედავად იმისა, ეს გოგო არის მზით მერწყული, ეს ანუ მე-10 სახლში, მე-11 სახლში ისევე ეს ხდება. მე-11 სახლი მერწყულის სახლია. ნახეთ? მერწყულის სახლია, მერწყულით იწყება და მერწყულში ამზე, რა თქმა უნდა, იქვე არის მერკური და იქვე არის ვენერა და რა თქმა უნდა, არც ერთი კითხვა არ მაქვს, რომ ეს სინთეტიკური ნიშანი იქნება თუ არა. არ იქნება, ეს არის მერწყული, უბრალოდ ძალიან დიდი გავლენა მის ქმედებებს, მის გარეგნობას, მის გამოვლინებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მთვარის მის ცხოვრებაში ყოველთვის. მთვარის ფაზებზე იქნება მისი გუნება განწყობა იმოქმედებს ამაზე და სხვა ადამიანისთვის უფრო რბილი იქნება, ხო ხდები, თან კუროთია, ხო?
კუროსთი ასცენდენტი ეწყება, სხვა ადამიანი უფრო რბილად აღიქვავს, ვიდრე ზოგადად აი ძალიან მერწყულებს რო აღიქვავ, ცოტა უცნაური ტიპაჟები რო არიან, გარეგნობა ცოტა უცნაური აქვს, თითქო არა ამ ქვეყნიური, თითქო სადღაც იყურებიან, ხო, აი რაღაც ესეთი ასცენდენტი მერწყულები ესეთი არიან. თლად ესეთი ტიპური ასცენდენტი თუ იქნება კუროს 0 გრადუსზე, ხო შეიძლება იყოს კუროს 0 გრადუსზე. ეს კურო მთლიანად მთელი 30 გრადუსი ხომ არის პირველ სახლში. მაშინ ჩამოვა ჩაყლაპული. ხო, მაინც ჩაყლაპული გამოდის ხო? პლუს ამას ამასაც ვიტყვი, თუმცა ეხლა ეს ამის თემა არ არის. შეხედეთ პირველი და მე-11 სახლის, ანუ სადაც მზე და მთვარია, იმის ასპექტები წითელი ხაზებით არის მოცემული, კარგად ხედავთ, მთლიანად როგორ დაპირისპირებაში არის ეს მისი მთვარე, იუპიტერთან, სატურნთან ურთიერთობა, ურანის, სატურნის ურთიერთობა, მოკლედ. ეს მისი, ასე ვთქვათ, რუსული სიტყვა დვაიაკასც. კლასიკური არც მერწყული იქნება და ნუ კუროთ მით უმეტეს არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ მერწყულის კარგი ვარიანტი იქნება. უпростоოდ საზოგადოებისთვის უფრო მეტად მისაღები. მერწყულების მიღება ცოტა უჭირთ ხოლმე საზოგადოებას, ხო ეს. ახლა შემდეგ კიდე ერთი რუკა გავამზადე, რა ვიცი, თუ მოგწონთ ესეთი ფორმატით რომ იმისაოთ დღეს და შემდეგი ეს არ ვიცი, ისია, ну, გამახსენდება ალბათ გზაში. აქ ვიდა ვკითხოთ, აი, ნახეთ როგორ არის თან ვლაპარაკობ და არ გამიზიარებია რა საყვარლობაა. აი, ესეთი რუკაა ადამიანის. თლიანად ნახეთ როგორ არის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სახლები ისევ და მეცხრე არაფერი არ არის აქ არ ნიშნავს რომ არაფერი არ არის ხო ისევ ეს ვაკონკრეტებ იმიტომ რომ აგერ მშვენივრად ზის მეოთხე სახლის მართველი მე-11 სახლი ბატონო ჩვენ არ გვასაუბრება სავარაუდოდ რუსა ხმა თუ შეიძლება იმიტომ რომ გვესმის და ვიწაპებით აი ახლა ამ ადამიანის რუკას შევხედოთ ნახეთ პირველი სახლი ასცენდენტიად აზის ქალწულში ურანიაზის უკვე ხო ხედავთ აგერ უკდიდან მე-12 სახლიდან პირველი მეორე მესამე სახლში მაგ პლანეტები მე-7 სახლში მაგ პლანეტები არ ვგულისხმობ მერვეს და მე-9-ს იმიტომ რომ ლილიტი და ესე რა ქვია კვანძი არაფერს არ მეუნება მე-10 მე-11 და მე-12 ანუ ყველგან მაქვს ფაქტიურად ესე მიბოფანტული პლანეტები ერთადერთი მყავს აშკარად მე-10 სახლის მე-10 სახლში მიდის მზე მე-10 სახლი უფრო ძლიერია იმიტომ რომ ტლუპების მართველი მერკურიც ამ სახლშია და მზეც ნათობიც აქ არის მთვარე რომელიც მზე რომელიც კირჩხიბშია და კირჩხიბის მმართველი მთვარე მე-7 სახლის ვერტში მე ძალიან სუსტი მდებარეობა გეტყვით ეს არის მამაკაცის რუკა ამიტომ საერთოდ ეს მთვარეს მდებარეობა თან ძალიან არასასურველ მდგომარეობაში ეს კაცი არის ცალსახად კირჩხიბი მიუხედავად იმისა რომ მიმოფანტული აქვს მთელს რუკაზე მთელი სხვადასხვა პლანეტები. აქვე გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ თუ მე-7 სახლის მმართველი, მე-7 სახლის მმართველი თევზები, მე-7 სახლში ყავს ქირონი და ქირონს ნუ აქ გახსოვთ ერთი და იგივე სიტუაციებს იმეორებს. მე-7 სახლი იწყება ორმაგი ნიშნით, ანუ თევზებით, სხვა ხო იცით თევზების ორი მე-7 სახლში ყავს ქირონი, რომელიც სიტუაციებს იმეორებს. ახლა დავსვათ მარტივ კითხვას, რას შეიძლება ეს მიუნიშნებდეს? ეს კაცია, ხო? მატრიალებს ერთ და იგივე წრეზე და მაინც არ აკეთებს. მე-7 სახლზეა საუბარი. პარტნიორი. ეს შეიძლება მიანიშნებდეს მრავალწოლიანობაზე, ანუ რამდენიმე ქორწინებაზე. ეს არ არის თვითონ პარტნიორი რო ბევრი ყავს ეს ახლა ამას შეიძლება სულ ვერძით ყავდეს მე-7 სახლი დაწყებული პარტნიორებს არ ოფიციალურ ქორწინებაზეა საუბარი
შეიძლება მივნიშნებდეს ამას. მით უმეტეს თუ შევხედავთ, რომ თევზების მართველი ყავს მესამე სახლში, სადღაც თავის ტოლს და სწორს, სანამ იპოვის, ხო, და ნეპტუნი არის გვიან რეტრო, ხო უყურებ. და სანამ თავის ტოლს და სწორს იპოვის, შეიძლება მრავალგზის გამოცვალოს, ну, მრავალგზის რა ორჯერაც უკვე მრავლობითი რიცხვია, ხო? ხო, მაგრამ ეს მთვარე ხომ სუსტი მთვარე ყავს ერთში და რატომ არის კირჩხიბი ეს კაცი? მზით არის კირჩხიბი და იმიტომ. ხო, მზით არის კირჩხიბი, ხო. და მთვარე იმდენად სუსტ მდგომარეობაშია, რომ ისეთ ვერაფერს გავლენა, სხვა ვერაფერს ვერ ვივარაუდებთ აქ რა. მიუხედავად იმისა, რომ მიმოფანტული აქვს იუპიტერი ყავს ლომში აგერ, ხო? ვენერა ყავს ლომში. თუ ისეთი კარგი რუკაა პრინციპში რო ვთქვათ რა, შეიძლება უფრო კარგი რუკაც ხონოდა ამ კაცს, მაგრამ ნუ ესე როგორც აქ, ისეთი აქ. ეს სატურნი ნახეთ, სატურნიც მე-7 სახლშია. ანუ მისთვის შეიძლება ისეთი იყოს რა, ნერვების კარგად დასაჯოს ქორწინებით, აი ამ პარტნიორულ ურთიერთობებში კარგად დაზარალებული გამოვიდეს. კიდე ერთი რუკა რო შემოგთავაზოთ. კი ბატონო. დღეს ესეთი პრაქტიკული სამუშაო. რა ვერ ვისწავლე და ნერვები მეშლება, რომ ერთ და იგივეს ხაჯერ ვაკეთებ და მაინც არ გამომდის. გაზიარების თემაზე ვამბობ. ხო, გავაზიარე, ხო? ხედავთ, ხო? აი ახლა ეს მზით რომ ეს ქალის რუკაა. თუ გვაქვს აქ არც ჩაყლაპული ნიშნები გვაქვს, არაფერი არ გვაქვს, აბა რომ შევხედოთ. როგორ არა, მე-11-ში გვაქვს ვერძის ნიშა ჩაყლაპული. მე-5-შიც? მე-5-ში. ესე იგი ეს ნიშნები ჩაყლაპული სახლიც გვაქვს პირველი, მესამე და მე-9. ბუნებრივად ესე გამოდის, თუ რაღაცა მაგ გავრცობილი, აუცილებლად უნდა მოვძებნოთ ჩაყლაპულით. ამ ადამიანისთვის უმაღლესი განათლება მერკურია იქ მე-9 სახლში, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად კონდეს კიდევაც, მაგრამ სამეცნიერო და რაღაცა ბევრი სწავლა და რაღაცა ეგეთები არ იქნება, ხო, მნიშვნელოვანი. მერკურია, რატო არ იქნება მნიშვნელოვანი? მისთვის პრიორიტეტულს ვამბობ. უმნიშვნელო მისთვის ეს არ იქნება, რომ რაღაცას ბატონო? სახლი რო არის ჩაყლაპული, მაგიტო? ჩაყლაპული რო არის, ხო? კი, მაგიტო. და მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ რო არც არაფერი მერკური რო არ იყოს, შეიძლება გვეფიქრე, რომ საერთოდ არც ნახეთ თან მერწყულშია და ინოვაციური მიდგომა აქვს, სულ არ მინდა განათლება, სტივ ჯობსი ვარ და უმაღლესი განათლების გარეშე ვიქნები, ხო? დავუშვათ რაღაც ესეთი. არ ჭირდება დავუშვათ ეს მომენტი. გავრცობილი სახლებია, აი გავრცობილ სახლებზე მინდა რომ გავაკეთოთ. ეს არის მე-11 და მე-5 სახლი. და ნახეთ ესე იგი 12 არ არის გავრცობილი? ბატონო? მე-12, ხო, ხო, არაფერი. ხო. მაგიტომაც ვაკეთებ თამას, რომ ხო მე-11. ხო, ანუ ეს უფრო გავრცობილი ეს არის, კი. ხო. უფრო გავრცობილი არა, ნახე რატო არის? გავრცობილი არის იმიტომ, რომ ერთი ნიშანს მოიცავს. მე-5 სახლი მთლიანად მოიცავს სასწორს და იწყება ქალწულით გრძელდება მოდიალ. და მე-11 სახლი იწყება თევზებით, თავდება კუროთით და მთლიანად მოიცავს ვერც. აქაც შეგვიძლია, აი საერთოდ ჩემ შემთხვევაში მე არ ვსვავ კითხვას, არის თუ არა ეს ადამიანი სინთეტიკური ნიშანი, რუკით რო უყურებ რა, არის თუ არა, მე მგონი არ ჩვეულებრივად შეგვიძლია ვთქვა, რომ თემზით თევზებია, უფრო თევზები იქნება. ხო? აი, კიდევ ერთ რამეს მინდა, ქირონი ტყუპების
ასცენდენტი ტყუპებით იწყება, პირველი სახლი ტყუპებით იწყება და ქირონი აქ დაფარული ნიჭი პირველი სახლია. როგორი ეს ადამიანი შეიძლება სხვების აღქმაში იყოს, აი ერთმა თქვას, რომ როგორი მხიარული და კარგი ადამიანია და მეორემ თქვას, რომ როგორი მკაცრი და უხეში და აი რაღაც შეუვალი და რაღაც ცივი ადამიანია. სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებულ აღქმას შეიძლება ტოვებდეს სხვადასხვა სიტუაციებში თუ გაიცნობ ან თუ სხვადასხვა სიტუაციებში როგორ ვლინდება. თავის თავს ნახეთ ძალიან თან ტყუპებით იწყება საკმაოდ შეუძლია კომუნიკაციის დამყარება ნებისმიერი ფორმატით და ვიღაცისთვის შეიძლება იყოს გულწრფელი, გულღია, მხიარული, ესე ეგონოთ და ვიღაცისთვის იყოს მკაცრი, უკარება და რა ქვია, arrogant რა ქვია, ამპარტავანი და ზევიდან გვიყურებს და ურთიერთობებში არ შემოდა ესეთი ამ აღქმის თვალსაზრისით შეიძლება და პირად ცხოვრებაში შეიძლება მოქონდეს ამ ქირონს ერთი და იგივე სიტუაციები, სანამ ამას არ გადავახავს. პირველი სახლი ხომ თანდაყოლ უნარებსაც აჩვენებს. თანდაყოლ უნარებსაც აჩვენებს. და ქირონი ხომ დაფარული ნიჭია, ხო შეიძლება ქონდეს. ქირონზე ახლა თავად პირველ სახლშია. ისეთ ცოდნას, რომელიც ხვებს არ აქვს. ისეთ ნიჭებს და ისეთ ხო, იმიტომ რომ ქირონმა რაც იცოდა, ხო, ესეთი ყველაფერი იქითაც აქეთაც. ისეთი ნიჭი შეიძლება ქონდეს, რომელიც სხვას არ აქვს. მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, ისიც გამოდიოდეს, ესეც გამოდიოდეს. უკრავდეს, ცეკვავდეს, მღეროდეს, მათემატიკა ესმოდეს ფანტასტიკურად, იყოს სუპერ აუდიტი ან რაღაც, ან ხო ხდე, შემოქმედებითაც განვითარებული იყოს და ტექნიკურადაც განვითარებული იყოს. მუსიკალური ნიჭიც ქონდეს და წერის ნიჭიც ქონდეს. აი ასეთი რაღაცა იყოს, ხო? მე მგონი კარგად ხსნი, რასაც და ნახეთ ეს თუ ვითვალისწინებთ იმას, რომ ქირონი სასწორის მართველია და სასწორი ჩაყლაპული ნიშანია მეხუთე სახლის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანს კი აქვს, მაგრამ ამითი არ როგორ გითხრათ, ამითი არ ცხოვრობს, შეიძლება ყველაზე მეტად ამ თავის მრავალფეროვნება სახში ავლენდეს. სახში იყოს დედაც, მკაცრიც, რბილიც, მზარეულიც, რა ვიცი, დამლაგებელიც, ყველაფერს აკეთებდეს, multifunctional იყოს. და სასწორი რომ არ იყოს ჩაყლაპული და მეხუთე სახლი ჩვეულებრივი სახლი. ხო, მაინც ესე შეიძლება. მაშინ საზოგადოებაშიც ესეთი როგორი ჩანს გარეთ, ხო? ესე, მაგრამ ქირონ პირველ სახლში აქვს, პირველ ხალხი მაინც ხედავს ამას. უბრალოდ აი ესე მე რო გავიცნობ, შეიძლება ძალიან სერიოზული და ზედმეტად სერიოზული და მოსაწყენი ადამიანად აღვიქვა და თქვენ რო გაიცნოთ, შეიძლება აღვიქვათ, როგორი მხიარული, ხალისიანი, რაღაცა სიცოცხლის ნაპერწკალი, აი ორი რადიკალურად სხვადასხვა აზრი შეიძლება ქონდეს საზოგადოებაში და თვითონაც ესე იქცეოდეს სხვადასხვა საზოგადოებებში. სხვადასხვა წრეში იქცეოდეს როგორც კეთილი ფერია ან ბოროტი ჯადოქარი. მიდგომის თვალსაზრისითაც, ანუ თვითონ რაც როგორც უნდა რეალიზდეს ადამიანი, შეიძლება ესეთი დამოკიდებულება ქონდეს, რომ აი ერთი და იგივე სიტუაცია მოუტრიალოს ცხოვრებამ, სანამ არ მიიღებს სწორ ან ვერ იპოვის სწორ გასაღებს, რომ გააღოს ეს კარი გააღოს სწორი გასაღებით. ხო ხდებით რასაც ვამბობ, ან თუ ერთ შემთხვევაში სიტყვაზე კონფლიქტი მოვიდა, შელაპარაკება ერთი და იგივე სიტუაციას და მესამეჯერ გაჩუმდა, გაატარა ეს სიტუაცია და ეს სიტუაცია მისგან წავაუყვა, ხო? ანუ თვითონ მოქმედების როგორ მოვიქცე, შიგნიდან როგორ მოვიქცე, აი ამაზე კონდეს ლაპარაკი. ახლა წარმოიდგინეთ, თან ეს მზითროთ თევზები არის. ხო, ადამიანი. და თვარით კიდე მშვენიერი ქალწული. სულ იმასე მისი ემოციების და თვარით მორიელია. მორიელი ბოდიში. თვარით მორიელი, ანუ თავისი მძაფრი მორიელური რაღაცეები რო ამოუტივტივდეს, მორიელშივე ყავს პლუტონი, მართალია რეტრომ, მაგრამ იქვეა, ხო? ასეთი რაღაცა ემოციები გადალახოს და მზითაც თევზები ხარ, ცოტა ეს ემოციურობა
ახლა გააჩნია ალბათ რომელ ხასიათზე იქნება, როგორ აღიქვამენ სხვა ადამიანები. ხო? კარგით, შემდეგ ერთსაც კიდე, ხო? გავიარეთ, ხო? რა? Stop share და ეხლა კიდე ერთი გავხსნა. მამაკაცის რუკა. ხედავთ, ხო? აი, ესეთი გაშლილი რუკა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამე სტიქია ჭარბობს ან რაღაც ესეთი? პირველ რიგში ალბათ გამოხატული ლომი იქნება ძალიან არა? გარეგნულად? არა, უფრო ქცევით ალბათ. რატო ასცენდენტი შინაგანათაც და ალბათ გარეგნულადაც ასცენდენტიც მან ტყავს და მარსიც მან ტყავს. აი, ეხლა რასაც კარდინალურ ჯვრებზე რო გვაქვს საუბარი, ამაზე რო გავამახვილოთ ყურადღება დავუშვათ, ხო? აი, კარდინალურ ჯვრებზე. რა შეგვიძლია ამის მიხედვით თქვათ? ნათობი ყავს ესა მთვარე კარდინალურ ჯვარში. მაგრამ ვერჩია, ეხლა არ არის ესეთი. არ არის ესეთი მართალია. სამაგიეროდ მზე ყავს ყუროში, ფიქსირებულში. და ფიქსირებული ნიშანი უფრო დაბეჭდა. ფიქსირებული ნიშანი უფრო იქნება, იმიტომ რომ არც ერთი რაიმე სხვა ჯვარი ესეთი მამაკაცი იმიტომ აღვნიშნე, რომ ასეთ მდგომარეობაშია, ხო? მთვარე საერთოდ არ არის კარგ მდგომარეობაში და შეგვიძლია საერთოდ არ გავითვალისწინოთ, ესე რომ ვთქვათ, ხო? და რა შეიძლება კიდე დავამატოთ? გავრცობილი სახლები არ აქვს, თითქოს ყველაფერი რაღაც თანაბრად აქვს, ხო, ესე არც გავრცობილი, არც ჩაყვაპული ნიშანი არ აქვს. ასცენდენტს მე-12 სახლიდან მარსი უერთდება და თაკოს თქმის არ იყოს გამოხატულად მამაკაცური და ცეცხლოვანი უნდა იყოს, ხო, ესე ბრუტალური მამაკაცური გარეგნობა უნდა კონდეს, ხო? რაღაც, ხა, ისეთი მამუას ტიპის, ხო? ეგეთი, ნუ რა შეხედავ და ცოტა რახან ფიქსირებულ ნიშანშია პირველი სახლის მართველი, ანუ ასცენდენტის მართველი, პირველი სახლის მართველი არის მზე. მზე ყავს კარდინალურ ნიშანში, ხო? ყუროშია. ყურო კარდინალურია. ფიქსირებული. და რა იქნება? ანუ ისედაც ეს ზანტი და ზარმაცი ლომი კიდე ფიქსირებულში რო არის. ხალხა დიდი ინიციატორი არ იქნება, ხო? მაგრამ მარსითაა, ნახე გამაგრებული ეს, უკვე ასცენდენტი. ანუ შრომის უნარიანობა ამ ადამიანს აქვს სხვათა შორის ვერტში როცა არის მთვარე, ვინც არ უნდა იყოს, აი გინდა ქალი, გინდა კაცი, მე რაღაცას გეტყვით, ახლა ამ პირდაპირ ამასთან კავშირი არ არის. მთვარე ვერძებისთვის ანტისტრესი არის ფიზიკური აქტივობა. არც გახთომაც რა დიეტაზეც არ უნდა იყო, ვერ გახდება თუ ფიზიკურად არის აქტიურა, ფიზიკურად უნდა დაიღალონ ეს ადამიანები, რომ ემოციას სხვანაირად ვერ გამოხატავენ, ხვდებით? თუ ფიზიკურად არ იღლებიან, შეიძლება ისტერიკები დაემართოთ ტიტირონ. კი, ჩემი მეუღლე მთვარე ვერძზე. გილოცავთ, ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ. არა, სულ არ ჯიშობს მთელი ცხოვრება და ძალიან დიდი ენერგია აქვს. ძალიან ეს არის. და თუ არ ივარჯიშებს, მე თვითონ უყვარს ეგ და კარგად ვახთენთ მაგის რეალიზებას, ასე ვთქვათ. თუ არ ივარჯიშებს, რა მოხდება? თუ ფიზიკურად არ გაიგებს, შეჭამს მეუღლეს რა. ეგრე არის ნამდვილად. მე იგივე სიტუაცია. მაქვს კირჩხიბი, მზით კირჩხიბი, მთვარე ვერძი მეუღლე მყავს.
თუ დაღლილი არ არის, აი მე შენ ტადი იმუშავე, რაღაც დაიღალე, რამე გააკეთე რა. აი ხა სამი ბავშვი ყავს გუდაურში წაყვანილი, იმიტომ რომ ისეთი ენერგია აქვს, რომ ხო იცოდეს იღლება სხვებს სასხლის. წარმოიდგინეთ ახლა რომ ჩემთვის ზღვის პირას უბრალოდ ვიყო საღამოს დილით ხა და დღისით მზეზე რა დამაწვეს მე საღამოს აი რომ ვზივარ და არაფერს ვაკეთებ და სხვას უყურებ ესე შტერივით ჩემთვის ერთ დასვენება ისიც კირჩხიბია მეც კირჩხი ის ეხლა რა გავაკეთო წავა გაივლის გამოივლი დაჯექი რა უყურე მზე ჩადის რაღაცა და რას ლაფსა ხო დაისვენ არა არ შეუძლია არა მარტო ეს მთვარე ვერძი დამყავს მეგობარი მყავს აი უნდა იმოძრაონ რა თუ არა და აი იმდენად დიდი ისა ის ემოციებს ვერ უმკლავდებიან ემოციებთან ვარდაც უჭირთ ემოციებთან ურთიერთობა და შეიძლება იტიროს სხვათა შორის მთვარე ვერძმა ფილმის ყურების დროს მამაკაცმა შეიძლება იტიროს ვიღაცა ადამიანის უბედურება გაიგოს და ცრემლები მოერი ვერ გუჩვილები არიან ნუ ვერ მართავენ ემოციებს რა მაგრამ ფიზიკური აქტივობა ამ ასეთი ადამიანებისთვის კარგი იქნება. ვიკითხავ, ანუ მისი მთვარე ვერძი რეალურად ჩემ ასცენდენტ ვერძთან ძალიან კარგად დაჯდა აშკარად, ხო ესეა? თან მთვარე ისედაც ქალია მამაკაცის ცხოვრებაში, ქალი დედა. ეგ ეხა გავიგე და მაგიტომ ბევრი რამე კარგად იკითხებ. ხო, ვენერაც ნახე სად აქვს და აი ვენერათი ვილაპარაკოთ უფრო, ხო? მაინდა-მაინც მთვარეს და დედის იმას, ნუ თვითონ ტიპაჟიც არის ლაპარაკი, ანუ როგორი ქალის როგორი აი იდეალი ასე ვთქვათ რა არა მტირალა და ემოცია რაღაც მამალი ქალის რო ამბობენ ეს ძლიერი ქალის ხო კი ბატონო მე ფრთხილი მომწყდა და ამის გამო რო იტირებს ეგეთი ქალები ალბათ მას არ აინტერესებს აქაც ესე ვერ ვიტყვით ხო ანუ მე თვითონ კარდინალურ ფიქსირებულ მუტაბელურ ნიშნებზე მაქვს ლაპარაკი აქაც არის ჩვეულებრივად მოცემული თანა ის და სინთეტიკურ ნიშანიც არ არის. ანუ სინთეტიკურ ნიშანზეც ვერ ვსაუბრობ, აქ რა კიდე თუ არა რაღაცა სხვა კირჩხიბი კი ამარა კირჩხიბი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ მდებარეობს, აი რატომ მგონია რომ არ არის სინთეტიკური ნიშანი, იმიტომ რომ ნახეთ, მზე არის მეათე სახლში, მეათე სახლი არის შვილდოსნის სახლი, ანუ ცეცხლოვან ნიშანშია, ხო ესეა? სახლის მიხედვით ვამბობ. კი არის კუროში თვითონ ზოდიაქოს ნიშნით, მაგრამ ისე ვამბობ. ლომი არის ასცენდენტით ლომია და ამიტომ ანუ ვერ ვხედავ აქ რატო უნდა იყოს სხვა, ხო? კაცად ეს თავის ადგილას არის და არანაირი სხვა ნიშნები არ არის. სინამდვილეში ფიქსირე სინთეტიკურ ნიშანთან დაკავშირებით მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა და ალბათ კარგად გამიგებთ. სინთეტიკური ნიშანი რომ თხადის არ არის, აი მე გეტყვით, ნებისმიერი ჩვენგანი, ვინც ახლა ჩვენ ვართ ჩართული აი ამ წუთას ვხედავთ. კლასიკური გაგებით, კირჩხიბი, თხისქა, კურო, შვილდოსანი და რუსა თევზები არ ვართ ხო არც ერთი? იმიტომ არ ვართ რომ მაშინ ყველა ნიშანი უნდა გქონდეს, როგორც მზე გვაქვს დაუშვათ კირჩხიბში, ფარეც უნდა გქონდეს კირჩხიბში, ხო, ესე რომ ყველა თავის ადგილას უნდა იყოს და უკვე რახან კირჩხიბში მაქვს თვარე ვერ ყველა თავის ადგილას ვერ იქნება პლანეტა ყველა თავის ნიშანში ვერ იქნება ეგეთი რამე არ ხდება ხო ქრისტეზე თუ არ ვლაპარაკობთ განლაგებაზე სახლებით თან პლუს ამას მეოთხე სახლში უნდა მქონდეს კირჩხიბი და იქ უნდა მქონდეს მთვარე ასე მარტო ლომები გამოვა ხო ლომი გამოვა კლასიკური გაგებით რა ვთქვათ ხო და შესაბამისად იმას ვამბობთ რომ სინთეტიკური ნიშანი შეგვიძლია რა მეტად რას ჭარბობს ამითი ვილაპარაკოთ და კი უფრო მეტად შეიძლება იყო დავუშვათ რაღაც სხვა ნიშანი რაც სინთეტიკურად გამოდის მაგრამ ჩვენ სულ ყველას ჩვენ ნატალურ რუკაში გვაქვს სინთეტიკური კირჩხიბები თხისქები იმიტომ რომ ჩვენზე მოქმედებს სხვადასხვა პლანეტები ყოველთვის ამ ჩვენს რომელ სახლებშია განლაგებული უკვე კლასიკურ განმარტებებს გავცდებით ხო აგეთ მთვარე ვერძზე ორი სიტყვით ვილავი ხო თქვით რომ რა ნუ ესეთია რა თუ და იცით როგორ ამ თუ ბევრი მყავს მთვარე ვერძი და იცით როგორ ხდება ადამიანი ან დიეტის გარეშე უბრალოდ რომ ფეხიც შეაროლსი ორი თუ არა სხვა დიეტაზეა და 3 კილოს იკლებს ეს 3 კვირა ფეხით ივლის რაღაც ორგაჩერებას გაივლის და ხდება და თუ არ დაიღალა ფიზიკურად ერთგვარად ფიზიკური შრომით ქალებიც და კაცებიც ისვენებენ.
აი თითქოს რუსული სიტყვა ხო იცი პარ ვიპუსკავთ რა თითქოს ამოქოქილები არიან და ბოლი უნდა გამოუშვან და ოღონდ ვერ უშვებენ ამას მედიტაციით ამათვის მედიტაცია არ არის ამათვის მედიტაცია არის ფიზიკურად დაღლა ფიზიკურ დაღლაში უნდა გადაიტანო ხო უკვე ხო გამოვიდა ახლა თუ მზით არის მშულდოსანი ვიღაცა მაგრამ თვარე ვერძი აქვს მერე კაცია თუ ქალია იმასაც ხო გააჩნია რამდენად ეს მოქმედებს როგორ მოქმედებს ხო პრინციპში რო ვთქვათ ესე სინთეტიკური ნიშანი ითვლება კარდინალურ ფიქსირებულ მუტაბელურ ჯვრებზე განლაგებული პლანეტების და სტიქიების მიხედვით თუმცა აი მე გეუბნებით ჩემ მოსაზრებას ჩვენ სულ ყველანი ვართ სინთეტიკური ნიშნები იმიტომ რომ კლასიკური გაგებით ირჩხიბი ან მორიელი ან მერწყული აი ესე კლასიკური გაგებით არც მეტი რა შეიძლება მეტია ეს შეიძლება კირჩხიბში იყოს დაუშვათ მეტი დედობრივი და შულდოსანში მეტი გურუს ელემენტები ან კურო იყოს ზედმეტად ლამაზი ან კაცის შემთხვევაში მჭამელი ხო დაუშვათ ასცენდენტ კუროებს სულ ვეუნები რომ მშობლებს როცა მხდება რომ აკონტროლე მისი ისა რა ქვია გურმანობა ბოლო ცუდ თებში ჭურჭელ ლამაზი მაინც არ კონდეს იმიტომ რომ მათთვის ესთეტიკაც ხო მნიშვნელოვანია და ხა ესე მთლად სიბინძურიდან ვერ შეჭამენ და ცუდი ჭურჭლიდან რაღაცა ესეთი ან ჩემი გაგებით ყველა სინთეტიკური ნიშანი ვართ ან კლასიკური ესე არის ნიშნები რომელსაც იმდენად ბევრი აქვს ჩვენ რო სტიქიები გავიარეთ ხო ნახეთ პროგრამები ავტომატური დათვლის პროგრამები აჩვენებს რომელი სტიქია აქვს მეტი ესე ზით ცეცხლის ნიშანი რო ხარ და სტიქია დომინანტი რო გაქვს წყალი ხო ვერ იქნები ახლა შენ ისეთი ცეცხლოვანი როგორც ლომის სიტყვაზე როგორიც დაუშვათ ვისაც დომინანტი სტიქია ცეცხლი ექნება თუ სტიქია გაქვს ცეცხლის დომინანტური და ზითაც ცეცხლის ნიშანი ხარ რა თქმა უნდა ისეთი ის იქნები რა ქვია ზევსის ელვა რა ვიცი ძალიან ცეცხლოვანი იქნები ხო მაგრამ თუ ესე არ არის და ხო ჩვენ ხო არ შეგხვედრია კლასიკურად ესეთი რაღაცები რა თუ შეგხვდებათ ესეთი არ ვიცი შეიძლება იყოს მეტად კონკრეტული გამოსახული შეიძლება ნაკლებად იყოს გამოსახული ხო აგერ თხის რქებთან და კირჩხიბებზე ვისაუბრებ იმიტომ რომ ძალიან მეხება ეს ხო მე მყავს ზუსტად აი 6 თვით ჩემზე პატარა ბიძაშვილის შვილი ტოლები ვართ 6 თვით უფროსი ვარ მე ორივე ცხენის წელს დაბადებული ძალიან სხვადასხვა წელს ვარ 78-ში მე 79-ში ის მაგრამ წლებით ჩინური ჰოროსკოპით ერთ წელს ვარ დაბადებული მთლად ტოლები გამოვდივარ აი როგორ რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ იცით დისტანციურადაც ვცნობ ქალბატონ თამილასთან თხისქა კავშირს აი რეალური ღირებულებების თვალსაზრისით ხო მეტი დარდი არა აქვს ამდენი ინერვიულობს რასაც ახლა ქალბატონი თამილა ნერვიულობს გინდაშვილიშვილზე და დარწმუნებული ვარ თავის დროზე მშობლებზეც რასაც ახლა 100 წელი შოულებრივად დედამისი ახლა ჩემ ამ თხის ხაზე ვსაუბრობ კონკრეტულად დედამისი გადაიყვანეს საავადმყოფოში და არანაირი ოფიციალური ვიზიტი არ ქონდა უბრალოდ ვიზიტი ქონდა დააბრუნებდა ბილეთებს რა არ გადადო წავიდა აი ახლა ეს ჩემთვის არის მე ყოველდღილა საღამოს ვრეკავ ვიგებ საავადმყოფოში რა არის როგორ არის მე ნერვიულობ ჩემი დედაჩემი არ არის და იმან ხო ახლა ხო არ გადადებდა ვიზიტს თხის ხა რა ემოციები გვერდზე აი ძალიან თხის ხა და ხო ბევრი ის გამო ძალიან თხის ხა არ შვილის გამო და შვილს დავამატებ რა არ ვიგონებ სიმართლეს გეუბნებ შვილს ფეხი და დაიზიანა ისე რომ ნაკერები ადევს და მოსახსნელია ეს ნაკერები და უფროსი ძმა და წაიყვანს რომ მოსახსნელად და იქ არ იქნება ანუ ჩემთვის ახლა ეს კირჩხიბისთვის იქნება მანიშნებელი იმის იქნებოდა რომ აგერ შვილს ეს დაემართა დედას ეს დაემ სად მიდიხარ ესე იგი რაღაცა ფასე გადახედე ხო შენ ცხოვრ სად მიდიხარ აი ხო იცი დათარცვაზე რომ ამბობე რომ ეს კაცი შემხვდაო და დამთავრსაო როცა გადიხარ სადღაც მიდიხარ და
ფეხი აგიცდება. თუ ამას ახლა მე აღვიქო როგორც ნიშნად, რომ იქ არ უნდა წახვიდე. უნდა მოტრიალდე. და ნუ ახლა დედა გიკვდება, ბავშვს ფეხი დაუზიანდა და შენ ჩემოდანის ამოლაგება გესარება. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის საქმიანი ვიზიტი, არ არის მივლინება, არა ისეთი, რასაც ვერ გადადებ. იმიტომ რომ ხვალ როცა ვერ გადადებ ვერაფერს და მორჩენა. დამთავრდა ადამიანს პრემიერები აქვს ხოლმე და გამოსვლები და ვიზიტები და რაღაც გარდაცვლის ახლობელი გარდაეცვლებათ, მაგრამ მაინც ვერ გადადებენ და მიდიან, ხო, ეხლა ეს ვალდებულება არ იყო ეს. ეს იყო უბრალოდ დაგეგმილი პოსტსახალწლო შვებულება. და არ გადადო. ესეთი კლასიკური თხის რქაა ხვდებით? ეგ ქალბატონთამილოს ეცინება, თქვენ ხო არ ხართ? ბოდიში არა და თხის რქებმა ხო იციან ძალიან თავისი ადამიანების არჩევა და იმას აი რა ბოლომდე პატრონობენ ყველანაირად და აი რა თავისი თხის, აი კლასიკური გაგებით არა? თავისი ადამიანი არის თვითონ. აა და ვინც მის წრეში არის, უნდა შეესაბამებოდნენ კონკრეტულ კრიტერიუმებს. აი რა კრიტერიუმებიც არის იმ კრიტერიუმებს. კირჩხიბის დედობის საწინააღმდეგო ნიშანია. ეს არის მე უნდა გავაკეთო ყველაფერი და საქმე პრაქტიკული და ასე ყველაფერი. ყველაფერი რაც ოჯახის გარეთ მიდის. რაც პირველ განვითარებაზე და პირველ რაღაცეებზე არის. აი ის არის ახლა ორი ხის მაგალითად აგერ ქალბატონი თამილა აგერ არა თაკო რასაც ამბობს ერთგულება ხომ არის ხის სატურნი არა ეგ ახლა ერთგულება ალბათ მაგას გულისხმობ ხო ანუ აი რაღაცა წრე აი ყველას ხო არ უშვებს თხის რქა ამ თავის წრეში ასე ვთქვათ და ვისაც აირჩევს ის არის მისი ადამიანი ბოლომდე და აი სულ რო არ იყოს ახლობელი მოუვლის ადამიანი არის ერთგული ეს სხვა თემა არის პრინციპულად ერთგულია იმიტომ რომ ევასება და ერთგულია კი არა ესეთი მის საქმის ერთგული ადამიანის ღალატის თვალსაზრისით მაგას ვერ გააკეთებ მაგრამ ზრუნველობის ნაკლებობაზე მქონდა ახლა ამ წუთას ლაპარაკი ეს დედობრივი ინსტინქტის ნაკლებობაზე ემოციის მხრივ ანუ ემოციური როგორც ემოციური ხო რა რაღაცას ახლა შეჭამს რაღაცას ვიღაცა მიხედავს უპატრონო თვითონ მართლა უპატრონოები რჩებიან ხო ისე აი ჩემთვის მეთქე მე შედარება გავაკეთე რომ ჩემთვის კირჩხებისთვის რომელიც აი ჩემთვის ეს იყო აი მე შოკში ვარ და მე ბრაზდები ჩემ თავზე რომ დედამისზე მე ანუ ჩემი ძალია ხო მე რატო ვდარდობ ჩემ ძალზე იმაზე მეტად ვიდრე ის თავის დედაზე მაგრამ ის ესეთი ყვებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, აი მაგალითად ჩემ მაგალითზე ვიტყვი, როდესაც ბავშვები, აი ჩემი შვილიშვილები გამოყვებილები არიან, მაშინ ვარ წყნარად. თუ არა და აი ძალიან ფორი აქ მაქვს, მთვარე მაქვს კუროში. აი ეგ უნდა მეთქვა, მეც ეგრე ვარ ზუსტად. რეჟიმი ბავშვის თუ არის. ეს არის ჩემთვის პირველ ადგილზე, რომ ბავშვი უნდა იყოს გამოყვებილი. აი რაღაცას რო არ ჭამენ, აი ეს არ მინდა, აი ძალიან მანერვიულებს ეგ ამ ბავშვს. მესმის ეგ. ირჩხებებზე ამბობენ ისეთ რაღაცას, რომ თუ მაცივარი სავსეა, ხო? მაშინ წყარად არისო და მე შემიძლია ვთქვა ეს თამამად კუროებზე. რომ მაცივარი სავსე რო არის, ჩემი შვილი არის წყარად. თან ჩემი შვილიც ხო კუროა და აი საჭმელი აქ ბავშვს. რაღაც გადაკვეთის წერტილი როგორ ყველას გვაქვს ერთმანეთთან, აი რა ჩვენ ხო ყველა ერთი ვართ, სულ ყველა ერთი ვართ. ხო, ერთი საწყისი გვაქვს რაღაცა თვისებები, მეტი განვითარებების გვაქვს. ეს მთვარე კუროში განაპირობებს ამ. მთვარე კუროში განაპირობებს სიმსუქნისკენ მიდრეკილებას, გემოთ მოყვარეობას და საჭმლის არსებობის, სად მოკლედ, ყვება არის მთავარი რა. უნდა მივიღო, მეორე სახლია. ხო, კურო. ხო, მაგრამ მან გეგმაზომიერი ყვებაც იგულისხმება იდეაში. ენერგიას, ის უნდა მქონდეს. ენერგიის შევსების წყაროები უნდა მქონდეს. აი, ძალიან მინდა კიდე ერთი ბავშვი და ზუსტად იმიტომ ვერ წყვიტავ, რომ აი ამ კუროს პასუხისმგებლობას გავურბივარ, რომ აი ეს ყველაფერი რაც უნდა ჩავდო, აი იმდენად დიდი რესურსის გაცემა ჩემგან, რომ აი მოდი ახლა ძალიან ცუდად გეტყვი, ძალიან რო გინდოდეს, რასაც ძალიან გინდა ადამიანი აკეთებ.
იცი რა, დავამყავდე. არა, ესე იგი ძალიანაც არ გინდა, უფრო ძალიან არ გინდა, ვიდრე პასუხისგებლობა. მან გვერდითი რაღაცეებია ხა კიდე იქ ჯანმრთელობის თემები, მაგრამ ანუ სურვილს ეწინააღმდეგება კიდე რაღაცა, თორე არა მინდა, იმიტომ რომ გულისწყოტა მაქვს, მაგრამ აი გოგო გინდა? ქალბატონს კი, ეგ ქალბატონს არის. ახსენე. ის უნდა მოწიფო, ხო, გოგო მინდა. მაგის უნდა დავიწყო. შენი გეგმა გაქვს შესასრულებელი, ხო? იქ აკლია ერთი ცალი, ეს მე ჩემ დასვეუნები ეს რაღაცას იმის დავასრულებ ამის ჩაწერას ძალიან გრძელი გამოვა.